პირველ რიგში YouTube-ს რო აკეთებდით, ფული ასნა არ ქონდა და მივდიოდით და გვჭირდებოდა, უნდა აგვეწყო პრეზიდენტის რაღაც კი არა და ის ტრიბუნა უნდა გაგვეკეთებინა და გვჭირდებოდა ფიცრები და იდეებისთვის დაფა გვჭირდებოდა და ესე მივდივარ და კაროჩე გვჭირდება რამდენიმე ფიცარი, ვამბობთ ესე. და ერთი წელი დაფა რომ რაღაცეები ჩამოვწევოთ, ეცქვნათ, ჩემთან ვიკრებებოდით ხოლმე და 4 ნაბეჯი გადავდგით, შევედით სადღაც პადიაში და ძალიან ბევრი ფიცარი იყო ესე ჩამოყუდებული, აი ძალიან ბევრი და ქვემოთ დაფაიდო რა. ანუ ამაზე ასუხისმგებელი ვარ ყველა სიტყვაზე რა და ხალე გამოვიდა ვინც ლიფტის ხალია ვიღაც და მეთქი ეს ვისია თქო და უბრალოდ დადესო წავიდნენო რა და მეთქი მოგვეცი რავი რამდენად წავიღებთ თქო და წაიღეთო და რა და 30 ლარი ქონდა ზუსტად მეტი არა და 30 ლარი მივეცეთ და ეს ფიცრები წავიღეთ ავაწყეთ ის გავაკეთეთ მე ვფიქრობდით რომ ეს ცოტა მანამდე ამბავი იყო მე ვფიქრობდით რომ მეთქი ეხა ვიღაცა ადამიანი მოვიდეს და გითხრას რომ საღოლძმებო კარგი იუმორი გაქვთ უბრალოდ აი ხა რამდენი გჭირდებათ გითხარი რომ აპარატურა რაღაცა ისეს გააკეთოთ და მე მოგცემთ. უცებ მე-3 მე-4 დღე არის მესიჯი მომდის Instagram-ზე რომ შეხვედრა მინდაო შენთანო ბასტო რაღაც ესა არც კომპანია ყო პიროვნება იყო რა. მეთქი ბაზარი არ არის შევხვდით და ტიპი გვეუბნება ეს რაღაცას რომ კაუჩო თქვენი ვიდეოები TikTok-ზე რაც ნახეო რაც კი ნახი მაქვს ვაფშე ქართულ სივრცეშიო ეგეთის ჟანრის იუმორიო არ არისო რა და ძალიან ჩემი ჟანრის ჩემი მევასებაო ძალიანო და მინდა რომ განვითარებაში მოგეხმაროთო და დაწერეთო რა რამდენი გჭირდებათო თანხაო და მე მოგცემთო კაროჩი და მეთქი ხო არ გადაო ამას ბიზნესმენი იყო ხო რა ოკეი ამას რო ყვებოდი არავის არ ჯეროდა რომ რაღაც ისეს მეთქი არა ვცნობ ადამიანს როცა მელას მესაუბრება რას გულისხმობს ყოველთვის ხვდები სიმართლეს მეუნება თუ რაღაცას მისრულებს რა ანუ ყოველთვის ხვდები და მეთქი არ არის ეგრე არა ეგრე არის ისა შემივედით ბოლოს დავწერეთ რაღაცა კუსტარულად დავიმატე ვიღაცები მაგალითად ტექნიკური ჯგუფი ანუ ვინც იცოდა ეს ყველაფერი მეთქი ესეთი ამბავი შეიძლება მოიხოდოს და ხო არ გინდა ჩვენთან ყოფნა კი ვართ და ეს ტექნიკური ნაწილი შევათანხმეთ კი არა და შევკარით 25000 ლარის იყო მივიტანეთ და ტიპი გონება რომ არ არისო საკმარი ხო 25000 ლარის რა უნდა იყიდოთო და 25000 დოლარზე გადავედით მე რა გადავაკეთეთ ეგ აპარატურისა და 25000 დოლარის აპარატურა მოგცა